ყოფაში, მუდმივ საზრუნავში ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენი საერთო სახლი, დედამიწა ულამაზესი და თვალუწვდენელია. მისი უმშვენიერესი ადგილების ჩამოთვლაც კი შეუძლებელია არათუ მონახულება. ეს არის ადგილები, რომლებიც თავისი ბუნებრივი სილამაზით სუნთქვას გვიკრავს და გულს გვიჩერებს. მას ასე წარმოგიდგენთ ტოპ 10 ყველაზე ლამაზ ადგილს ევროპაში, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ. დავიწყოთ მოგზაურობა მზიან იტალიაში მდებარე ამალფის სანაპიროდან. სორენტოს სამხრეთი სანაპირო იუნესკოს მსოფლიო საგანძურში შედის. თავისი ლამაზი სახელწოდება სანაპირომ პატარა ტურისტული ქალაქ ამალფიდან მიიღო. სანაპიროსა და ნეაპოლის ყურის მთავარი ღირსშესანიშნაობა ეს არის ბუნება, შთამბეჭდავი პანორამები, ძალიან თბილი და სუფთა ზღვა. და რა თქმა უნდა, სახლებისა და ტერასების ულამაზესი კასკადები კლდეებზე. ამალფის სანაპიროს ნებისმიერი კუთხიდან საოცარი ხედი იშლება. ზღვისპირიდან ქვის ტერასებია აღმართული, სადაც უძველესი შენობები, ეკლესიები, საცხოვრებელი სახლები დგას. ყვავის ბაღები, ჰაერი ლიმონისა და ფორთოხლის არომატითაა გაჟღენთილი. მეცხრე ადგილზე საბერძნეთია მისი ცნობილი დაკიდული მეტეორას მონასტრებით, რომლებიც იმსახურებენ იყვნენ მსოფლიოს საოცრებათა შორის. ისინი ხომ მთის მასივში კლდის მწვერვალზეა განლაგებული, ცასა და დედამიწას შორის გამოკიდებული. აქ სამონასტრო ცხოვრება მე-11 საუკუნიდან დაიწყო და 1988 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს. სამონასტრო კომპლექსში 24 ეკლესია მონასტერი შედის, აქედან კი მოქმედი მხოლოდ 6-ია. ტაძრები ქვიშაქვის კლდოვან მასივებზეა აღმართული და ერთი შეხედვით მათ ბუნებრივ გაგრძელებას წააგავს. ნისლიან ამინდებში ისინი თითქოს ზეცაშია გამოკიდებული, სწორედ აქედან მოდის მათი ბერძნული დასახელებაც. მეტეორას დამაარსებელი ბერები თავდაპირველად გამოქვაბულში ცხოვრობდნენ, შემდეგ ნელ-ნელა დაიწყეს მაღალ კლდეებზე მონასტრების მშენებლობა, რამაც დღევანდელ სურათამდე მიგვიყვანა. მერვე ადგილზე წარმოგიდგენთ რომანტიულ საფრანგეთს, რომელიც ცნობილია თავისი მთის სათხილამურო კურორტით სახელად შამონი, რომელიც განლაგებულია ალპებში და მთელი მსოფლიოს სათხილამურო სპორტის მოყვარულთა უსაყვარლესი ადგილია. შამონში ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი საბაგირო მდებარეობს, რომელსაც შუაში კაბინები აქვს და სტუმრებს კურორტის დათვალიერება შეუძლიათ. კაცრ ავსტრიას შეუძლია იტრაბახოს თავისი ჰალშტატით. ის ათეულის მე-7 ადგილს იკავებს. ეს არის ძალიან ლამაზი სოფელი, რომელიც განლაგებულია მიუწვდომელ ალპურ ზონაში და მდებარეობს ჰალშტატის ტბაზე. ალპური ქალაქები ყოველთვის არაჩვეულებრივი პეიზაჟებით გამოირჩევა. გამონაკლისი არც ჰალშტატია, რომელიც შუა საუკუნეების ზღაპრულ სამყაროს უფრო გავს, ვიდრე თანამედროვე ავსტრიულ ქალაქს. ჰალშტატით განსაკუთრებით ევროპული კულტურის და ისტორიის მოყვარულები მოიხიბლებიან. რადგან არაჩვეულებრივი ბუნების გარდა აქ არის პატარა ალპური დასახლება, რომელიც ავსტრიის სავიზიტო ბარათად ითვლება და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნება. უნიკალური ღირსშესანიშნაობებითაა მდიდარი. სტუმართმოყვარე მასპინძლები კი დიდ პატივცემენ საკუთარ კულტურას და საუკუნეების მანძილზე ინარჩუნებენ ტრადიციებს. მე-6 ადგილზე წარმოგიდგენთ გერმანიაში მდებარე ნოიშვაინშტაინის ციხესიმაგრეს. გერმანიას ყოველთვის ჰქონდა განთქმული სახელი თავისი არაჩვეულებრივი ციხესიმაგრეებით. მკაცრი და დიდებული ნოიშვაინშტაინის ციხესიმაგრე მოხიბლავს თავისი ზომებით და ახალი რომანული არქიტექტურული სტილით. ნოიშვაინშტაინის სასახლე გერმანიაში, ბავარიაში, ავსტრიის საზღვართან, სოფელ ფიუსენში, კლდის წვერზე მდებარეობს. სასახლე ბავარიის მეფის ლუდვიგ მეორის ფანტაზიის ნაყოფია. ლუდვიგი ტახტზე 1864 წელს ავიდა და მაშინვე ბრძანა სამშენებლო პროექტის დაწყება. სასახლის მშენებლობას პარლამენტიც და მეფის დედაც ეწინააღმდეგებოდა, რადგან მისი მშენებლობა ძალიან ძვირი დაჯდა, მაგრამ უშედეგოდ. გერმანული მითოლოგიით მეფე გატაცებული იყო. ის ვაგნერის დიდი თაყვანისმცემელი გახდათ, რადგან სწორედ ვაგნერი აცოცხლებდა გერმანულ ლეგენდებს და თქმულებებს თავის ეპოქაში.
ლუდვიგ მეორეს სურდა სასახლე შუა საუკუნეების გერმანული სტილის, ესპანური მავრული და ვაგნერის სასახლეების ელემენტების სტილის შერწყმა ყოფილიყო. მეფის სურვილი არქიტექტორებმა ედუარდ რიდელმა და კრისტიან იანგმა განახორციელეს. მეფის უცნაური ცხოვრების წესის და სასახლის ახირების გამო ის შეშლილად გამოაცხადეს და ტახტიდან ჩამოაგდეს. მოგვიანებით კი თავის ფსიქიატრთან ერთად სტარბერგის ტბაში დამხრჩვალი იპოვეს. მეფემ სასახლეში მხოლოდ 170 დღე იცხოვრა. ნოიშვაინშტაინის ციხესიმაგრე ვოლტ დისნეის კინოსტუდიის სიმბოლოც გახდა. ის ფრანგული დისნეილენდის ემბლემაცაა. მეხუთე ადგილზე პლიტვიცეს ტბებია. ხორვატია ამაყობს ულამაზესი ნაციონალური პარკით, რომელიც გამოირჩევა ჩანჩქერების სიმრავლით, მღვიმეებით, კასკადური ტბებით და მრავალფეროვანი ფლორითა და ფაუნით. მას 295 კვადრატული კილომეტრი ფართობი უკავია. ეროვნულ პარკში 16 ტბა, რომელთაც მთლიანი ფართობიდან 2 კვადრატული კილომეტრი უკავია. პარკში არსებული კაპელას მთები და კორანას სრუტე კირქვითაა დაფარული, რომელიც მილიონობით წლების წინ კარსტული პროცესებით წარმოიქმნა. პლიტვიცეს ტბების ამ ტრანსფორმაციის შედეგია კირქვამ ჩანჩქერების შეფერილობა და ფორმებიც განსაზღვრა. თოვლიან და მიუწვდომელ ნორვეგიასაც აქვს თავისი 64 სახელწოდებით ფიორდები. ის ათეულის მეოთხე ადგილზეა. თვალწარმტაცი სანაპიროები, რომლებიც აერთიანებენ ულამაზეს სრუტეებს. ზემოდან დათოვლილი, ქვემოთ კი მწვანე საფარით დაფარული მთებით, რომლებიც თითქოს წყლიდან არიან ამოზრდილი და დარაჯად დგანან ამ ულამაზესი ადგილის დასაცავად. ისლანდიაში შეგიძლიათ იხილოთ ადგილი, რომელიც თავისი სილამაზით გაგაკვირვებთ და ის ათეულის მესამე ადგილს იკავებს. სიცივისა და ყინულების გარდა ისლანდიას აქვს ულამაზესი ჩანჩქერი სელალანდფოსი, რომელიც სიმაღლით 60 მეტრიან კლდეებს აღემატება. დიდებული ჰოლანდია სახელგანთქმულია ყვავილების ბაღებით. ჩვენ სიაში მოხვდა ევროპაში ყველაზე ლამაზი კოკენჰოფის ყვავილების პარკი, რომელიც ათეულის მეორე ადგილს იკავებს. მისი ულამაზესი ფერთა გამა მნახველების აღფრთოვანებას იწვევს. ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ პარკად აღიარებული ტიტების ბაღი ამსტერდამს და ჰააგას შუა, ქალაქ ლისეს მიმდებარედ მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ დამთვალიერებლებისთვის ღია მხოლოდ 2 თვის განმავლობაშია, ვიზიტორთა რაოდენობა წელიწადში მილიონამდე აღწევს. ვიზიტორები ნამდვილი ულამაზესი გაზაფხულის სანახავად მოდიან. აპრილიდან მაისამდე ეს ბაღები იმდენად ლამაზია, რომ ძნელია მათი სილამაზე სიტყვებით ან ფოტოებით გადმოსცემ. თქვენს წინ გადაშლილ მინდვრებზე უამრავი ჯიშის ტიტა, საკურა, ჰიაცინტები, ლილიები, ნარცისები და გაზაფხულის სხვა ყვავილები ერთიან ხალიჩას ქმნიან. საერთო ჯამში აქ ყოველ წელს 7 მილიონი ყვავილი იფუშქნება. და ბოლოს დავუბრუნდეთ საფრანგეთს, რომლის ტერიტორიაზეც განლაგებულია ულამაზესი კუნძული, ციხესიმაგრე მონ სენ მიშელი.
ეს ათეულის პირველ ადგილს იკავებს 1874 წლიდან კუნძული ისტორიულ ძეგლს წარმოადგენს და დღემდე აქ რამდენიმე ათეული ადამიანი ცხოვრობს. აქ ევროპაში ყველაზე მაღალი ზღვის მოქცევა, სწრაფი ტალღები და კლდოვანი სანაპიროებია. წყალი მიქცევისას კუნძულს 18 კილომეტრით შორდება, ხოლო მოქცევისას 20 კილომეტრით იჭრება მის სანაპიროებში. ეს ყველაფერი რამოდენიმე საუკუნის განმავლობაში კუნძულს მიუვალ ციხესიმაგრედ აქცევდა. 92 მეტრის სიმაღლის კლდის პირველმა მაცხოვრებლებმა ძველმა კელტებმა მას მრავლისმეტყველის სახელი სასაფლაოს კლდეში არქვეს. მაშინ სენ-მიშელი ჯერ კუნძული არ იყო, ის კონტინენტს ტყეებით დაფარული დაბლობებით უერთდებოდა, რომელიც შემდეგ ზღვამ შთანთქა. კუნძული თანამედროვე სახელს მთავარანგელოზ მიქაელს უნდა უმადლოდეს. ლეგენდის თანახმად, მთავარანგელოზმა 708 წელს ახლომდებარე ქალაქის აბატს კუნძულზე ეკლესიის მშენებლობა დაავალა. სანამ კონტინენტზე ომები მძვინვარებდა, კუნძული ციხესიმაგრე დაუპყრობელი რჩებოდა. უფრო მეტიც, მე-16 საუკუნემდე აქ სააბატოს მშენებლობა მიმდინარეობდა.